საქართველოს სტომატოლოგთა ასოციაცია წარმოგიდგენთ. იშვიათია პაციენტი, რომელსაც მხოლოდ ერთი დაავადება ჰქონდეს, მაგალითად მხოლოდ გულის შემიური დაავადება ჰქონდეს, ან მხოლოდ არტერიული ჰიპერტენზია ჰქონდეს. უმეტეს შემთხვევაში ქრონიკული დაავადებები თან არსებობს სხვა თანმდევ, ასევე უმეტესად ქრონიკულ პათოლოგიებთან, ზოგ შემთხვევაში მწვავე პათოლოგიებთან. ამიტომ ასეთ დროს ძალიან მნიშვნელოვანია მომიჯნავე სპეციალისტების ერთობლივი გუნდური მუშაობა, რასაც თანამედროვე მედიცინა ზუსტად ჰოლისტიკურ მიდგომას არქმევს პაციენტების მართვისას და კარდიოლოგებს ხშირად აქვთ გადაკვეთის წერტილები მომიჯნავე სპეციალისტებთან, როგორებიც არიან შინაგანი მედიცინის სპეციალისტები, თერაპევტები, როგორებიც არიან პულმონოლოგები, ენდოკრინოლოგები, ნევროლოგები და ჩვენ ხშირად გვიწევს ერთ პაციენტთან გუნდური მუშაობა. ვთვლი რომ მომგებიანი გზავნილია, ეს გახლავთ ახლოს ექიმთან, რომელიც გულისხმობს ზუსტად კომუნიკაციას ექიმსა და პაციენტს შორის. რაც მთავარია, აი ეს ჭიდრო კომუნიკაცია ექიმსა და პაციენტს შორის ნიშნავს არა მხოლოდ მედიკამენტური მკურნალობისა და ცხოვრების წესის რეკომენდაციების შესრულების შეფასებას, არამედ პაციენტის ნებისმიერი საჭიროების დროს მის ინფორმირებას სვლაგეზის და ვიზიტის სხვადასხვა პროფესიონალებთან, სხვადასხვა სპეციალისტებთან ვიზიტების მომზადება. რატომღაც ითვლება უფრო განყენებულ ნაწილად მედიცინაში, თითქოს იქ მხოლოდ პირიზღრუს და კბილების ჯანმრთელობას ეხება და ამით მთავრდება სტომატოლოგია ერთი შეხედვით. თუმცა მე ვფიქრობ, ეს ასე არ არის და არა მარტო მე ვფიქრობ, მედიცინა ფიქრობს ასე. ზოგადად საქართველოში ასიმპტომური ადამიანები არ მიდიან პრევენციული მიზნით ექიმთან. ძირითადად მიდიან ისეთი პაციენტები, სადაც უკვე დამდგარია ჯანმრთელობის პრობლემა. რაც შეეხება სტომატოლოგიური პროფილის ვიზიტებს, ხშირად ეს ვიზიტები ჩვენი პოპულაციის გახლავთ პრევენციული, გეგმიური და, რა თქმა უნდა, არაგეგმიურიც. იმისათვის, რომ გაიგეგმოს, იმისათვის, რომ ინფორმაცია ქონდეს პაციენტს ზოგადად, აი ამ იგივე სტომატოლოგიური ვიზიტის წინ. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამის შესახებ საქმის კურსში ჩააყენოს მისი ძალიან ახლო პარტნიორი, ზოგადი პრაქტიკის ექიმი, კარდიოლოგი, ვინც მართავს ჰიპერტენზიას. სტომატოლოგიური მკურნალობა ხშირ შემთხვევაში როგორც ფსიქოლოგიურ სტრესთან, ისე ტკივილთან არის დაკავშირებული. რაც ორგანიზმში სტრესური ჰორმონების ჭარბ სინთეზს და შედეგად წნევის მატებას იწვევს. ამიტომ ჰიპერტენზიით დაავადებული ან რისკის ჯგუფში მყოფი პაციენტების სტომატოლოგიური მკურნალობა და ამ მკურნალობის თავისებურებების ცოდნა დიდ სიფრთხილეს საჭიროებს. მიუხედავად იმისა, რომ დღეს თანამედროვე ამ ტექნოლოგიური უზრუნველყოფა, ამ დარგისა აღარ იწვევს ასეთ სტრესულ სიტუაციას, მაგრამ შეიძლება პაციენტისთვის მაინც გამოიწვიოს სიმპატო-ადრენალური რეაქციები, რაც იწვევს ჰემოდინამიკის შეცვლას, გულისცემის აჩქარებას, იწვევს წნევის მატებას და ამის შესახებ წინასწარ უნდა იყოს ინფორმირებული, გაანალიზებული კონდეს პაციენტს. ეს ძალიან დაეხმარება მას. იქიდან გამომდინარე, რომ სტრესული მდგომარეობის დროს ან ტკივილის შემთხვევაში დიდი რაოდენობით კატეხოლამინები, ანუ ადრენალინი და ნორადრენალინი გამოიყოფა, რომლებიც თავის მხრივ არტერიული წნევის მატებას და ტახიკარდიას იწვევს, სტომატოლოგიური манипуляციები კარგი გაუტკივარების ფონზე უნდა ჩატარდეს. როდესაც გადაუდებელი, უბრალოდ პირველადი დახმარების საჭიროება, თუ არტერიული წნევა არის კრიტიკულად მაღალი, მოვიდა პაციენტი და არის 180-100-ზე და მეტი, რა თქმა უნდა, სტომატოლოგიური მკურნალობის ინტერვენციის რეკომენდაცია არ არის, ამიტომ მხოლოდ და მხოლოდ პირველადი დახმარებას გაწევა რეკომენდირებული და რეფერალი პაციენტის ან კარდიოლოგთან, ან ოჯახის ექიმთან. ნორმაში არტერიული წნევის შედარებით მაღალი მაჩვენებლები დღის პირველ ნახევარში ფიქსირდება. ამიტომ ასეთი პაციენტების სტომატოლოგიური მკურნალობა სასურველია დღის მეორე ნახევარში დაიგეგმოს. ზოგადად არასელექტიური ბეტა ბლოკერების გამოყენებისას საანესთეზიო საშუალებამ შეიძლება გამოიწვიოს
ტოქსიური ზემოქმედება პაციენტზე და ესეც გასათვალისწინებელია. აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ გარდა ამისა, დაუბრუნდები პაციენტის პასუხისგებლობას, ვკითხოთ პაციენტს, მიიღო თუ არა მან სრულად ის დანიშნულება, რაც ჰქონდა დილით, უпростоრად ვიზიტამდე. სტომატოლოგთან ვიზიტამდე პაციენტმა დილით მისი მკურნალი ექიმის, კარდიოლოგის მიერ ყოველდღიური გამოყენებისთვის დანიშნული ანტიჰიპერტენზიული პრეპარატები აუცილებლად უნდა მიიღოს. ხშირად არის საშიშროება, რისკი, რომ ამ პრეპარატებმა გამოიწვიონ ღრძილის ზედმეტი ზრდა, რომელიც გამოიწვევს რეციდივს ამ დაავადებისა და მკურნალობის პროცესი გახანგრძლივდება. ჰიპერტონული დაავადებების სამკურნალოდ კალციუმის არხების ბლოკატორებიც გამოიყენება. აღნიშნულმა პრეპარატებმა შეიძლება ღრძილის ჭარბი ზრდა გამოიწვიოს და ამ კონკრეტულ სიტუაციაში კარდიოლოგთან კონსულტაცია აუცილებელი პირობაა მედიკამენტის სხვა ჯგუფის პრეპარატით ჩანაცვლების მიზნით. კალციუმის არხების ბლოკატორების გამოყენების ფონზე პაროდონტოლოგიური მკურნალობის შემდეგ დიდი ალბათობით შეიძლება რეციდივი გავითარდეს. იმ შემთხვევაში კი თუ ეს შეუძლებელია, პაციენტი ღრძილის ჭარბის პროფილაქტიკის მიზნით კარგად უნდა იყოს ინფორმირებული ინდივიდუალური ჰიგიენის დაცვის მნიშვნელობის შესახებ. მიუხედავად ამისა, რეციდივის გავითარების ალბათობა მაინც არსებობს და განმეორებით პაროდონტოლოგიური მკურნალობის ჩატარება შეიძლება გახდეს საჭირო. ასეთი მნიშვნელობა აქვს იმ საჭიროებებს, მნიშვნელობა აქვს ექიმთან ურთიერთობებს, რომელიც გაადვილებს უსაფრთხოს გახდის ანტიჰიპერტენზიული მკურნალობაზე მყოფი პაციენტის ნებისმიერ ვიზიტს სხვა პროფილის ექიმთან. გასათვალისწინებელია სტომატოლოგიურ პრაქტიკაში გამოყენებული პრეპარატების და ჰიპერტონული დაავადების სამკურნალოდ მოწოდებული მედიკამენტების ურთიერთქმედებაც. იმ პაციენტებში, რომლებიც არასელექტიურ ბეტა-ბლოკატორებს იღებენ, სიფრთხილით უნდა მოხდეს ადგილობრივი ანესთეტიკების გამოყენება, რადგან შეიძლება ანესთეტიკის ტოქსიკურობის ხარისხი გაიზარდოს. არასელექციური ბეტა-ბლოკატორების მიღების შემთხვევაში ეპინეფრინის შემცველი საანესთეზიო საშუალებების გამოყენება სასურველი არ არის, რადგან ამ უკანასკნელმა შეიძლება წნევის მომატება გამოიწვიოს. სამედიცინო პრაქტიკაში ლეტალური შემთხვევებიც კი არის აღწერილი. დიდი ხნით, მაგალითად 5 დღეზე მეტხანს, არასტეროიდული ანთებისაწინააღმდეგო პრეპარატების მიღებამ შეიძლება ჰიპერტონული დაავადების დროს გამოყენებული პრეპარატების, მაგალითად დიურეტიკების, ბეტა-ბლოკატორების, ალფა-ბლოკატორების ანტიჰიპერტენზიული ეფექტის შემცირება გამოიწვიოს. ამ გვერდითი ეფექტის თავიდან ასაცილებლად რეკომენდებულია პარაცეტამოლის გამოყენება.